მშვიდობისა საქართველო დღეს 23 ივნისია უყურებთ კურიერს 8 საათზე. უკიდურესად დაძაბულია ვითარება ახლო აღმოსავლეთში ამ წუთებში განგაშის ხმა ისმის თელ-ავივში. ირანმა ქვეყნის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა. ისრაელი განაგრძობს ირანის სამხედრო ობიექტებზე დარტყმას სახალმა ისპაჰანში, ბუშერში, აჰვაზისა და იესჩი მდებარე სარაკეტო გამშვეპუნქტებზე იერიში მიიტანა. ამავე დროს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანში რეჟიმის ცვლილებას არ გამორიცხავს. Truth Social-ის საკუთარ გვერდზე დონალდ ტრამპი წერს, რომ რეჟიმის ცვლილების ტერმინის გამოყენება არაპოლიტკორექტულია, თუმცა თუ ირანის რეჟიმს არ შეუძლია ქვეყანა ისევ აქციოს დიდებულად, რატომ არ უნდა მოხდეს მისი შეცვლა, სვავს შეკითხვას ტრამპი. პარალელურად გაეროში ირან-ისრაელის საკითხზე უშიშროების საბჭოს ხდომა გაიმართა. ირანმა მოითხოვა საბჭომ ამერიკასა და ისრაელს პასუხისმგებლობა დააკისროს, რადგან ირანის წარმომადგენლის განმარტებით ირანის წინააღმდეგ გამოგონილი და აბსურდული საბაბით ომია დაწყებული. ხდომაზე მოусმინეს ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელსაც რაფაელ გროსის თქმით, მას ირანმა აცნობა, რომ სამ ატომურ ობიექტზე რადიაციის დონის ზრდა არ დაფიქსირებულა. ისრაელის პოზიცია კიდევ ერთხელ გაახმოვანა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. ისრაელი გააგრძელებს მიზნებისკენ სწრაფვას, სრული დატვირთვით იმოქმედებს როგორც ირანში, ასევე ღაზაში, ამბობს ბენიამინ ნეტანიაჰუ. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი კი მოსკოვში აბას აღაჩი პუტინთან შეხვედრისთვის ემზადება. დროებითი საგამოძიებო კომისიის მორგის ხდომა იწყება 1 საათში. რამდენიმე პირთან ერთად საკანონმდებლო ორგანოში დაბარებულია გიორგი გახარიაც. ხდომის გამართვამდე 1 დღით ადრე ყოფილი პრემიერის პარტიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ გახარია მზად არის ესაუბროს კომისიას ჩორჩანას საგუშაგო საკითხზე, თუმცა ამ ეტაპზე დისტანციურად, რადგან ის ქვეყანაში არ იმყოფება. მმართველი გუნდი თვლის, რომ გახარია მიზანმიმართულად ცდილობს კითხვებს თავი აარიდოს. მოთხოვნას უსაფუძვლოს უწოდებენ გახარიას თანამოაზრეები. შეგახსენებთ, ხელმეორედ ყოფილი პრემიერის დაბარება საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება. საგამოძიებო წყობაში დღეს გამოსაკითხად სოფელ წაღვლის მცხოვრებლებს ელოდებიან. თავად ის ფაქტი, რომ როცა გიორგი გახარიამ ჩაიბარა უწყება და განაცხადა თანხმობა კომისიაში მოსვლასთან დაკავშირებით და სულ რაღაც მეორე მესამე დღეს აპარატს და არეკინა კომისიის აპარატში, რომ თურმე მას რაღაც გადაუდებელი შეხვედრები აქვს უცხოეთში და იქიდან ჩაერთვება კომისიას, უკვე ნიშნავს იმას, რომ ის თავს არიდებს კითხვებზე პასუხების გაცემას. ბატონი გიორგი გახარია დღესაც გამოთქვამს მზაობას ჩაერთოს კომისიას დისტანციურ რეჟიმში. ისი პრაქტიკაც ამ თავადამ კომისიას აქვს. აქამდეც არაერთი პირი არის გამოკითხული ანალოგიური მეთოდით, გულისხმობ დისტანციური მეთოდით და თუ მათ მართლაც აქვთ სურვილი ჩორჩანის ეპიზოდთან დაკავშირებით სრული სიმართლე შეიტყო, მაშინ რა თქმა უნდა არავითარი პრობლემა ბატონი გახარიას ჩართვის არ არის. გახარიას არ გამოუვა თავის არიდება იმ ძალიან ლეგიტიმურ კითხვებზე პასუხის გასაცემად, რომელიც დროებით საგამოძიებო კომისიას გააჩნია გახარიას მიმართ. ჩვენ ვიცით მის მიერ ჩადენილი ქმედებები, რომელიც კონკრეტულად პასუხს ითხოვს, ასევე ამავდროულად ის ტყუილი, რომელიც მან იკადრა და დროებით საგამოძიებო კომისიაში თქვა, როდესაც განაცხადა, რომ ჩორჩანას ეპიზოდის შემდგომ თითქოს პრევენცია მოხდა და არ გაგრძელდა მცოცავი ოკუპაცია საქართველოს შიგნით საოკუპაციო ხაზთან. სასამართლო გადაწყვეტილების მოლოდინში რამდენიმე საათში ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმეებზე მოსამართლემ განაჩენი უნდა გამოაცხადოს. არც ერთი მათგანის ხდომაზე დასწრებას არ აპირებს. სამივე პოლიტიკოს დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან. მუხლი ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 1 წლამდე ვადით ითვალისწინებს. აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20,000 ლარიანი გირაოს გადაუხდელობის გამო ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დაკავებულია 50,000 ლარიანი გირაო გადაიხადეს ლელო ძლიერი საქართველოს ლიდერებმა. მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არ აპირებენ სასამართლო პროცესებზე გამოცხადებას, იმიტომ რომ ეს სასამართლო პროცესი არის ფარსი, უკვე გადაწყვეტილია განაჩენი, ის არ მიიღება სასამართლოს მიერ. არავის აქვს ილუზია, რომ გამამართლებელი განაჩენი შეიძლება დადგეს, რაც ყველა სხვა შემთხვევაში ასე უნდა მომხდარიყო. საერთოდ ძიებაც კი არ უნდა დაწყებულიყო. ყველა სახელმწიფოში, მათ შორის ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, ევროკავშირის სახელმწიფოებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ასეთი ქმედებები კონკრეტულად ამ შემთხვევაში საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე ამოუცხადებულობა სხვადასხვა წესით ისჯება. დაწყებული
ადმინისტრაციული სასჯელით, გაგრძელებული ფინანსური სანქციები და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით მათ შორის. წინასწარ პატიმრობას ითხოვს პროკურატურა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილისთვის. დააკმაყოფილებს თუ არა სასამართლო რომეო მიქაუტაძისთვის ბრალდების მხარის მოთხოვნას ეს რამდენიმე საათში გაირკვევა. მიქაუტაძეს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავებიან. ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიების ცნობით ბრალდებული 8 წლის განმავლობაში თანამდებობით უკანონოდ სარგებლობდა, შედეგად კი მისი ქონება მილიონობით ლარით გაიზარდა. თავად ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ახალ წესს დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ დეპუტატები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე. კანონპროექტი მიმდინარე კვირას უკვე სესიაზე გავა. სიახლის მიხედვით თავისუფლების აღკვეთა მსჯავრდებულ ზარალის ანაზღაურებისგან არ გაათავისუფლებს და მისი გადახდა მაინც მოუწევს. საუბარია თაღლითობის, ძარცვის, ქურდობისა და ყაჩაღობის შედეგად მიყენებულ ქონებრივ ზიანზე. კანონპროექტი ითვალისწინებს ასევე თანხის გადახდამდე დადანაშაულებული პირისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვას. როდესაც კონკრეტული ადამიანი მიითვისებს უკანონოდ ხვის ქონებას, მას უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ ეს მას არ შერჩება, იმისთვის, რომ დაზარალებულის ინტერესები სახელმწიფომ დაიცვას, მნიშვნელოვანი არის, რომ გამარტივდეს ზიანის ამოღების პროცედურები, სწორედ ამას ემსახურება აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში ყველამ უნდა იცოდეს, რომ ციხე ვერ იქნება პროპორციული სასჯელი ნებისმიერ შემთხვევაში გაასხვისებს თუ არა ის თაღლითობით მიღებულ ქონებას, ზიანის ანაზღაურება მოხდება და ამით აღდგება სამართლიანობა. ტარიელ ალიბეგაშვილის სახელობის ღია ტურნირს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში უმასპინძლა ყაზბეგის მუნიციპალიტეტმა. შეჯიბრი 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში ქვეყნის მასშტაბით 300-ზე მეტი უმცროსი ასაკის მოჭიდავე მონაწილეობდა. 20 წონით კატეგორიაში 80-მდე პრიზიორი და გამარჯვებული გამოვლინდა. ჩემპიონატი ჭიდაობის ეროვნული ფედერაციისა და ყაზბეგის სპორტის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა. მონაწილეობას იღებდა 300-ზე მეტი ახალგაზრდა მთელ საქართველოსთან. უკვე გამოვლინდნენ პრიზიორები, გამარჯვებულები და მინდა მიულოცო და ბევრი წარმატება უსურვო. ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი სპორტული აქტივობები, ვინაიდან პატივს მივაგებთ იმ ცნობილ სპორტსმენებს და ასევე მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში ხელი შეუწყოთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. გარდა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა, ეს ტურნირი არის მნიშვნელოვანი, რომ ბავშვებს ეძლევათ საშუალება, რომ საკუთარი ნიჭიერება გამოამჟღავნონ და დაიგეგმონ, რომ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ. ეჭვს არ მეპარება, რომ ამ ტურნირის არაერთი წარმომადგენელი გავა მსოფლიო ჩემპიონატზე და ასახელებს როგორც რეგიონს, ასევე მთლიანად საქართველოს. დღის ამბების ნახვა ვრცლად ჩვენს ვებგვერდზე rusthavi2.gi შეგიძლიათ.